მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა Georgia First-ი გთავაზობთ გადაცემას Millennials. მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს საკმაოდ საინტერესო სტუმარი გვყავს. საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი პაატა გურგენიძე, რომელიც არაერთხელ იყო ჩვენთან სტუმრად და მინდა ერთი რაღაცა გავიხსენო, რომ ეს არის 2000-იანი წლები, 2008 ჯერ არ არის, 2007 წელი არის და პაატაზე დიდი ხანია მეგობრო, მაშინ სტუდენტი ვიყავი. პაატას ქონდა რაღაც თავის ბლოგი. სადაც წერდა რომ სულ მალე დაიწყება ჩინეთის აღზევება, სულ მალე დაიწყება დასავლური კაპიტალისტური სისტემის კრიზისი და ეს ყველაფერი ძალიან ესეთი კაპიტალიზმის ესე იგი დასასრულ წინასწარ მეტყველებდა პრაქტიკულად. და საბოლოო ჯამში მაშინ არარეალისტურად გვეჩვენებოდა ეს, მაგრამ უცბად 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა. მეორე დაიწყო ნელ-ნელა უცბად ჩინეთი გამოვიდა წინ. უცბად ნახე ჩვენ რომ დასავლეთი ნელ-ნელა შედიოდა კრიზისში. ეს კრიზისი როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, ისე სოციალური იყო და ჩვენ მივიღეთ და დღეს უკვე ჩვენ სახეზე გვაქვს ეს კრიზისი. თუმცა რაზე შეიძლება ვერ გვეფიქრა ესე ვთქვათ რა, რაც ეხლა მოხდა უშუალოდ. ეს არის ის რომ ამერიკის სამხედრო ძლიერების მას გვჯეროდა. ეხლა აღმოჩნდა ირანთან მიმართებაში, აღმოჩნდა რომ იმის მიუხედავად რომ ამხელა ფინანსები იხარჯება ამერიკის თავდაცვის სფეროში, მე მგონი ესეთი თანხა არც ერთ სხვა ქვეყანაში ერთად აღებული არ იხარჯება. ვერ მოახერხა ირანის დაჩოქება რეალურად და სტრატეგიული მიზნების მიღწევა. კი, დაბომბა, კი, ლიდერები გაანადგურა, კი, ადამიანები მოკლა, მაგრამ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სურათი ვერ შეცვალა. პირიქით აღმოჩნდა რომ ამ ძალის უკან არ დგას რაღაცა რეალური რაღაც სტრატეგიული უპირატესობა. პირიქით აღმოჩნდა რომ ძალიან პატარა შედარებით პატარა ხა ირანი არა პატარა სახელმწიფო, მაგრამ ამერიკასთან შედარებით ძალიან პატარა სახელმწიფოა. შეუულიათ საკმაოდ ისე წინააღმდეგობა გაუწიოს და პრაქტიკულად აი ეს თუ არ დამარცხდეს ყოველ შემთხვევაში ესე ვთქვათ საკუთარი პოზიციები შეინარჩუნოს ირანმა. ეს ერთი. მეორე, ასევე, ეხლა უკვე გამოჩნდა, რომ უკრაინის ომი საკმაოდ დიდი ხანი გაიწელა. მაშინ ჩვენც ფიქრობდით, რომ რაღაცა ამ ომის შემთხვევაში უკრაინა ამხელა წინააღმდეგობას ვერ გაწევდა. ახლა აღმოჩნდა, რომ დიდი წინააღმდეგობა გაწია. მართალია ეს დასავლური შეიარაღებით, მართალია ეს დასავლური დაზვერვით, დასავლური ტექნოლოგიებით, ყველაფერი გასაგები, დასავლური საფინანსო დახმარებებით, მაგრამ მაინც გაწია ეს წინააღმდეგობა, ხო? და ამდენი წელი მიმდინარეობს ეს კონფლიქტი. ასევე ისრაელი, რომელიც სულ იმარჯვებდა თავის მეზობლებთან, ეხლა აგერ ხედავთ ჩვენ რომ თაც მისი მდგომარეობა კარგად არ არის. ანუ ის კონსტანტები, ის რაღაცა ჭეშმარიტებები, მუდმივობები, რაც აქამდე იყო, რომ გვეგონა რომ აი ესენი დიდი სახელმწიფოები და ესე ძლიერი სახელმწიფოები ყოველთვის იმარჯვებენ, ეხლა ეგრე აღარ არის. ეხლა აღმოჩნდა რომ სრუტი სახელმწიფოები, პატარა სახელმწიფოები შეუულიათ საკმაოდ ესე იგი აქტიურად დაუპირისპირდნენ ამ დიდ სახელმწიფოებს. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ აი ხალხ ესე იგი ეხლა არ მიმდინარეობს მაინც და მაინც რაღაცა ალტერნატიული კაპიტალისტური სისტემის მოდესა და შექმნა, მაგრამ მიმდინარეობს გადაწყობა, მე ესე ვიტყოდი მაინც რა. აი ეს კიბერგიგანტები რასაც ქვია და ბევრი საუბრობენ კიბერფეოდალიზმზე და ჩვენ მე უფრო წარმომედგინა რაღაც კაპიტალიზმის შემდეგი პერიოდი სოციალიზმად, ხო? და ეხლა რასაც უყურებ, უფრო დიდი საფრთხე არის ის, რომ რეგრესი განვიცადოთ და სადღაც ფეოდალური ელემენტებში დავბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ეხლა ის ფეოდალიზმი არ იქნება, რაც ადრე იყო, მაგრამ დავბრუნდეთ ამ ფეოდალიზმში. და გარკვეულწილად ესეთი სურათი მივიღეთ, ცოტა ბნელი, ცოტა ისეთი გავგებარი ცოტა რა, იმ თეორიულ სქემებიდან, რასაც მარქსი ვთავაზობდა თუნდაც და თუნდაც სხვები რასაც ვთავაზობდნენ. და აბსოლუტურად ისეთია, რომ ვერც ერთი პროგნოზისტმა, ესე ვთქვათ, ვერ გათვალა ის ყველაფერი, რაც ეხლა ხდება. ვერ შეიძლება ვერ გაითვალა. მაგრამ რაც ნამდვილად გათვალეს შენ, ეს იყო ის, რომ დასავლეთის კრიზისი და ჩინეთის აღზევება. ეს ორი რაღაცა მართლა მოხდა. მოდი აი ამაზე დავიწყოთ საუბარი და მე გადავიდეთ უშუალოდ აი ამ მოვლენაზე, რაც ეხლა ამ წამს ხდება. კი ბატონო,
საიდან დავიწყოთ, ესე იგი, დასავლეთის კრიზისი და ჩინეთის აღზევება. ზუსტად ეს არის ის ჩარჩო, პრინციპში, რასაც შეიძლება კაპიტალიზმის დასასრული დაარქვა, იმიტომ რომ კაპიტალიზმი გააჩნია როგორ განმარტავა. სხვადასხვა მარქსის თეორია რაღაცაში მე მგონი საკმაოდ სწორი პროგნოზები გააკეთა მარქსმა, როდესაც თქვა, რომ კაპიტალიზმის განვითარების ბოლო სტადია იმპერიალიზმი. მისი ფინანსიალიზაცია, ფინანსური კაპიტალის აღზევება. და აი ამას თუ დავიმახსოვრებთ, მე ეს ანალიზში გამოგვადგება იმის გასაგებად, თუ რა არის ახლა ეს ისრაელი რატომ არის ამერიკა ესე ცუდად რო იქცევა, რატომ არის პერუგებს ომს ირანს და ასე შემდეგ. და ტრილიონერები გაჩნდნენ კიდე ერთი ფენომენი, ტრილიონერები თუ გაგქენდე მილიარდელები იყვნენ და მასკი ტრილიონერი არის, აი ეგეთი კომპანიები გაჩნდა, რომელიც რა ვიცი, რამოდენიმე სახელმწიფოს ბიუჯეტს ფლობენ. ხო? რამოდენიმე სახელმწიფოს ბიუჯეტს ფლობენ ერთად აღებული. ესეთი რაღაცა, ნუ ადრე რა თქმა უნდა იყო დიდი კომპანიები, მაგრამ ეს რაღაცა ცოტა სიახლეა. ამ ხელა ქონების კონცენტრირება რამოდენიმე კომპანიის. მაგრამ შენ ბიუჯეტს ადარებ მათი საკუთრების საბაზრო ღირებულებას, ანუ ბიუჯეტი არის ლიკვიდური ფული და მათი ღირებულება ეს თეორიული ქაღალდზე დაწერილი ციფრი, რომელიც ხვალ შეიძლება იგი ნულად გადაიქცეს. ანუ მასკის კომპანიის ფასი არის გაბერილი ჩემი აზრით და საერთოდ ყველა ამერიკული კომპანიის განსაკუთრებით ტექნოლოგიური კომპანიების და ლაპარაკობენ ფასების ბუშტზე. რა თქმა უნდა ეს ბუშტი თუ ჩაიქვა, მაგრამ ეხო ფინანსიალიზაცია რეალურად, ხო? ეგ უკანასკნელი საფეხურიო. კი, ხო, იმ თვითონ პროცესთან, რასაც კაპიტალიზმისა ეს ბოლო სტადია, ანუ ფინანსური კაპიტალის აღზევება ამასთან შეიძლება დააკავშირო, იმიტომ რომ ეს ფასებიც რო გაბერილია, ის რო ამერიკული დოლარი არის განსაკუთრებული პრივილეგიის, ის რომ ამერიკული დოლარი არის სარეზერვო ვალუტა და ამის ხარჯზე ამერიკა იღებს ფაქტურად უფასო კრედიტს, რის გამოც ამერიკა არის ერთადერთი ქვეყანა და პირველი დიდი კაპიტალისტური ქვეყანა, რომელიც ვითარდება და თავის ამ ეტაპზე ინარჩუნებს ჰეგემონიას. არა ექსპორტზე ორიენტირებული ზრდით, როგორც ყოველთვის აკეთებდა თვითონ ამერიკას და დღესაც აკეთებს დანარჩენი განვითარებული მსოფლიო, თქვათ, ევროპას და თქვათ, იგი იაპონიაც ისევ ექსპორტზე ორიენტირებული. ეხლა უარყოფითი სავაჭრო სალდო. ამერიკა არის ვითარდება პირიქით იმპორტის ხარჯზე, იმიტომ რომ იმპორტი მას არაფერი არ უჯდება. ანუ ის დაბეჭდავს ფულს და ამით ყიდულობს შენგან ყველაფერს რაც უნდა შენ ამ ვალებს არ გიბრუნებს. ანუ დიდი ხნის მანძილზე ამერიკის მიერ აღებული ვალი იყო უარყოფით პროცენტიანი. ანუ მაგალითად ჩემგან თუ იღებ და მე თუ მოგცემ შენ $100, ხო? ვალს უნდა დამიბრუნო $120, ხო, თქვათ, ხო? თუ დამიბრუნებ $80 დაბრუნება თუ შეგიძლია, ხო? რა ჯობია მაშინ ვალის თუ $100 აბრუნებ, მაშინ რა თქმა უნდა შეცუდია. მაგრამ ამერიკა არის რომ $100 იღებს და აბრუნებს $80. ამიტომაც არის ამერიკა, რომ დღეს იზრდება იმპორტის ხარჯზე ზუსტად. და ეს არის ზუსტად ის, რაც არის ამერიკული ფინანსური ფაქტიურად კაპიტალის ეს პრივილეგია ამის ხარჯზე და ასეთი სტრუქტურის ხარჯზე ფინანსურ კაპიტალს აქვს თავისი ინტერესები უკვე განსხვავებული ამერიკის ინდუსტრიული, ესე იგი, კაპიტალის ინტერესებისაგან. ინდუსტრიალიზაცია დღეს ვისაც უნდა ამერიკის ფაქტურად ის უპირისპირდება ამ უშველებელ, ესე იგი, მექანიზმს,
რომელიც ფულს აკეთებს არაფრისგან და მთელი მსოფლიო დასცინის ტრამპს და განსაკუთრებით ჩინელები, როდესაც ტრამპს და ტრამპისტებს უნდათ რომ ამერიკა დააბრუნონ ინდუსტრიულ ფაზაში, როცა ისინი მუშაობდნენ და ისე აკეთებდნენ ფულს. რატომ დააკეთო ფული? თუ გინახია, რა ვიცი, ჩინელების და სხვაებიც უშვებენ ესეთ ფილმებს, პოდკასტებს, სადაც ტრამპი და მაგის მთავრობა ფეხსაცმელებს კერავენ და რაღაცა. და ამით უნდათ ფულის გაკეთება, რა თუნდაც ფეხსაცმელების კერით ან მანქანების კერით. თუ ისედაც აკეთებენ ფულს. უშველებელი დეფიციტის ხარჯზე იზრდება ამერიკის ეკონომიკა. ხო, მაშინ ეს შეკითხვა რა არის მაგაში პრობლემა? პრობლემა ის არის, რომ ეგრე რომ გაგრძელდეს. ხო. რეალურად აი ფინანსური და სულ რამდენიმე ოჯახი არის, ხო, რომლის ხელში არის მთელი ამერიკის მთავრობაც, პოლიტიკაც, შემოსავლებიც. ამერიკა ძალიან უთანასწორო ქვეყანა გახდა, საშუალო კლასი ფაქტიურად ძალიან დაჩაგრულია. ის ძველი საშუალო კლასი, რომელიც იღებდა ინდუსტრიული ფაზის დროს გარკვეულ შემოსავალს და ღირსეულად ცხოვრობდა, დღეს ღირსეულად ვერ ცხოვრობს. ხო, ხა მაგალითად არის ეს კვლევა, რომ ეს ახალი თაობა არის პირველი თაობა, რომელსაც უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს ვიდრე წინა თაობის, იმიტომ რომ აქამდე ყოველ ახალ თაობას უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა ვიდრე წინა თაობას. აი პირველი თაობა, რომელსაც უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს. რო ჩახედო ახლა შემოსავლების საშუალო შემოსავლებიც და გინდა მედიანური ინდიკატორები და აი ჩვეულებრივი ეკონომიკური ინდიკატორები ამერიკა არის მშვენიერ მდგომარეობაშია რა მშვენიერში იზრდება როცა ევროპა სტაგნაციაშია იაპონია სტაგნაციაშია კორეა სტაგნაციაშია მთელი კაპიტალისტური მისი ესე იგი ანტურაჟი ესე იგი არის ძალიან მოწყენილი ამერიკა ისე იზრდება და თითქოს ისეთი ტემპით რა ახლა 2% კი არ არის დიდი ახლა ჩინეთისაც ვერ შეედრება 5%-ით იზრდება ჩინეთი მაგრამ მაინც იზრდება რა რაც ახლა ევროპის და დანარჩენი კაპიტალისტური ქვეყნების ფონზე საკმაოდ დიდი წარმატება ჩანს მაგრამ სოციალური უთანასწორობაც იზრდება ამერიკაში და სოციალური და ბევრი პარამეტრის მიხედვით ამერიკა კატასტროფული სისწრაფით ემგუანება განუვითარებელ ქვეყნებს. აფრიკის დონეზე ჩამოვიდა მაგალითად ამერიკელების განათლების დონე. წერა-კითხვის დონე მე როცა დავიწყე ამ ინდიკატორების ასე თვალყურის დევნება საბჭოთა კავშირის შემდეგ ახლა ჩვენ მქონდა 100% წერა-კითხვის დონე. ევროპასაც ყველა განვითარებულ ქვეყანას. მაშინ ჯერ კიდე ამერიკას მაინც გამოირჩეოდა, რომ 100% არ ქონდა, 90-ზე მეტი ქონდა, მაგრამ 100 არ ქონდა და ეს საოცრება იყო, მაგრამ დღეს აქვს 78 თუ 75%. ეს არის აფრიკის დონე. ამერიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა პირველად მოხდა განვითარებულ ქვეყნებში, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არ გაიზარდა 1 თუ 2 წელი იყო, მე მგონი, როცა შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა ამერიკაში. ხო, მაგრამ ეს ხო ჰეგემონიასთან არაა კავშირში, ეს რაღაც კეთილდღეობებთან კავშირში. შენ შეგიძლია აიღო და ეგ ყოველთვის ეგ არგუმენტები იყო, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები, მთელი რიგი სოციალური საკითხებით, ადამიანის ბედნიერების საკითხით, კიდევ მთელი რიგი საკითხებით ყოველთვის უსწრებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ არასდროს არ ყოფილა მაგალითად არასდროს რაღაცა პერიოდი იყო მე-17 საუკუნეში და ასე შემდეგ იმპერია შვედეთი, მაგრამ ეხლა შვედეთის იმპერია და ჰეგემონია არ არსებობს. არსებობს შეერთებულ შტატების ჰეგემონია. ეს არ უშლის შეერთებულ შტატებს იყო ჰეგემონია. რა თქმა უნდა. ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ეს ჰეგემონია რაც შექმნა ამერიკამ, ხო? არის აი ესეთი შინაგანი წინააღმდეგობის, რასაც კაპიტალიზმის შინაგანი წინააღმდეგობას დავარქმევდი მე და მე მგონი ამას მარქსი ხედავდა. რასაც მარქსი ვერ ხედავდა, აი ხავე ვიტყვი. ეს არის ის, რომ საიდან მოდის კაპიტალიზმი, ჩემი აზრით. და ბევრმა მარქსიზმის კვლევარმა ისე
ახსენა და არსებობს ეს შენიშვნები მკვლევარების, რომ მარქსმა ვერ მოასწრო, თუ შეიძლება არც უნდოდა ახლა და არც ფიქრობდა, მაგრამ ბევრისას ვერ მოასწრო იმის გაანალიზება, თუ რა როლს თამაშობდა კოლონიალიზმი კაპიტალიზმის შექმნაში. და ჩემი აზრით აი მარქსის მთავარი სისუსტე ის არის, რომ კაპიტალიზმის საფუძვლები მან არ გააანალიზა. მან დაიწყო პირდაპირ სისტემის ანალიზიდან, როცა აი კაპიტალი. მაგრამ მაშინ უკვე გადანაწილებული მარქსის დროს უკვე გადანაწილებული იყო მსოფლიო და შეიძლება. მე უფრო ღრმად ვხედავ კაპიტალიზმის ფესვებს და იმ კაპიტალიზმის ყდომასაც ვხედავ ზუსტად კოლონიალიზმის ყდომაში. ერთი შეკითხვა მაქვს, აი არის ეგეთი მომენტი 1917 წელი და 2026 წელი, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. 17 წელსაც ფიქრობდნენ, რომ კაპიტალიზმი შემორჩა პირველი მსოფლიო ომის 18 წელს რეალურად. 17 წელს მაინც რუსეთში მოხდა და რუსეთის ამბავი იყო. 18 წელს კაპიტალიზმი კვდება, ეხლა რაღაც სხვა სისტემები მოდიან და აი წარსულს ჩაბარდა კაპიტალიზმი. მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ კი, ანტიკაპიტალისტური სისტემები შეიქმნა საბჭოთა კავშირის სახით და მე ცოტა მოგვიანებით ჩინეთში, მაგრამ კაპიტალიზმი არათუ არ გამქრალა, არამედ პრინციპში ის იმ ცივობაში გამარჯვებულიც კი გამოვიდა. ხო? ეხლა ჩვენ ხედავთ, რა თქმა უნდა, ნიშნებს კრიზისის. კრიზისის ნიშნებს ხედავთ, ეხლა ეგ ფაქტია. განსაკუთრებით ცენტრის კრიზისებს. მაგრამ რატომ არ გამოვა ეხლა იგივენაირად რა არის ისეთი ფუნდამენტური შეცვლილი, რომ იგივე არ გაიმეოროს კაპიტალისტურმა სისტემამ? ეს უბრალოდ ჩვენთვის გაურკვეველია. ხო და აი ეს ჩვენი წარმოდგენა კაპიტალიზმზე იყო ის, რაც შექმნეს ვთქვათ ლენინის დროინდელმა კომუნისტებმა, როცა დაარქვეს რაღაცას სოციალიზმი, რაღაცას კაპიტალიზმი, მანამდეც არსებობდა ეს თეორიები, რაღაცა სოციალიზმი, ესეთი ტერმინი არსებობდა, იყვნენ მეცნიერები, ვინც ამას იყენებდნენ. თვითონ მარქს არ უთქვია, რომ ეს აუცილებლად ესე იგი რაღაც სოციალიზმი, მე რაღაც კომუნიზმი მოდის და რაღაც ეს კომუნისტური მანიფესტი იყო მისი ახალგაზრდობის, ესე იგი ნაშრომი. თვითონ კაპიტალში მარქსი აანალიზებს კაპიტალიზმის შინაგან კრიზისს და ეს არის დასავლური მე დავარქმევდი ამ დასავლური კაპიტალიზმის კრიზისი. თვითონ ეს სიტყვაც კაპიტალიზმი, ხო? ეს მოგონილი იარლიყია, ხო? ხო არ არსებობს ახლა რაღაცა ბუნებაში რაღაცა ფიზიკურად ეს არის ანალიტიკური ჩარჩოა, ხო, სწორია. გააჩნია შენ რაც დაარქმევ კაპიტალიზმს. შეიძლება დაარქვე კაპიტალიზმი მაგალითად და მე რაც მე-19 საუკუნეში ვენეციას, ხო? და შეიძლება კაპიტალიზმი დაარქვა, რა ვიცი, სინგაპურსაც, ხო, თანამედროვეებში. ანუ გააჩნია რა შინაარს ვდებთ. კი, რა გააჩნია რა შინაარს ვდებთ. მათ შორის მე კიდე სოციალიზმს უპირისპირებ. გააჩნია რა შინაარს ვდებთ სოციალიზმში. მაგალითად ამერიკელებისთვის, ხო? გინდა მემარცხენეები, გინდა მემარჯვენეებისთვის, ევროპა არის სოციალისტური. ой, ვიცი. ხო, იმაზე რა ქვია, ევროპა აბსოლუტურად სოციალისტურია. მაგრამ ჩვენ ესე იგი გვეგონა და საბჭოთა კავშირი ამბობდა, მე ვარ სოციალისტური ქვეყანა, ხო? რეალური სოციალიზმი, ხო. მე როცა ლაპარაკი იყო, რომ არა, აი ეს იქნება მომავალი ხო, ვიღაცებს არ მოწონდათ ეს სოციალიზმი, რასაც საბჭოთა კავშირი ეძახდა და ამიტომ ეს თეორია არ არის სწორი, კაპიტალიზმის კრიზისის თეორია, ეს არასდროს სოციალიზმში არ გადაიზრდება და რაღაცა. ხო, მაგრამ ვიღაცებს ამას დაარქვეს სახელმწიფო კაპიტალიზმი. ამ თეორიითაც იხსნება ის, რაც იყო საბჭოთა კავშირში. სახელმწიფო კაპიტალიზმი იყო თურმე და არაფერი სოციალიზმი არ ყოფილა. შესაბამისად ის თეორიაც, რომ კაპიტალიზმის კრიზისი არ მოხდება, არ არის სწორი, ხო? ანუ ეს იარლიყები თელი ეგ საბჭოთა ეკონომიკა აგებული იყო იმის გამეორებაზე, რაც მოხდა დასავლეთში. ინდუსტრიული რევოლუციის გამეორებაზე ერთი, ხარ მოკლე პერიოდით, მაგრამ მაინც იგივე. თუ კი, და ესე ვთქვათ რა, ეგ სათქმელია. კი, რაღაც ეტაპის შემდეგ შეიცვალა საბჭოთა კავშირში რეალობა, მაგრამ სტალინს რო არ ყოლოდა ის მილიონობით ადამიანი, რომლებიც პრაქტიკულად ესეთ მუშაობდნენ ციმბირში,
3 მილიონი ადამიანზეა, ხო, რომლებიც დაჭერილები იყვნენ და იაფი მუშახელი, რასაც ვთქვათ რა. ეს მომენტიც იყო. ის მომენტიც იყო, რომ თვითონ დასავლეთში ის იყო, რა ქვია, კრიზისი იყო, დიდი დეპრესია იყო და იქ ქარხნები იხურებოდა და საბჭოთა კავშირი ყიდულობდა მე ამ ქარხნებს და თავის სპეციალისტებით ამერიკელებით, ხო? თან ერთად. ეს მომენტის დაემთხვა გეოპოლიტიკური მომენტის დაემთხვა. მოდელი თვითონ საბჭოთა ლოგიკად საბჭოთა კავშირი ცდილობდა ისეთივე ბაზარი შეექმნა, როგორც დასავლეთში არის. ცდილობდა. და ეს ყველაზე კარად გამოჩნდა ლიბერმანის რეფორმები რო იყო, ხო? რომ პრაქტიკულად ბაზრის ანალოგი შექმნა, ხო? იყო ორი ვარიანტი, ეგრეთ წოდებული კიბერსოციალიზმის პრინციპი და ეგრეთ წოდებული აი ბაზარი და პრაქტიკულად ბაზარის პრინციპმა გაიმარჯვა, ესე ვთქვათ. რამაც საბოლოოდ მოახდინა ის, რომ საბოლოო ჯამში აი მარკუზეს რომ აქვს ერთსახოვანი ადამიანი. ორივე სისტემამ გამოზარდა ერთნაირად მომხმარებელი ადამიანი. რა თქმა უნდა, ამ მომხმარებელ ადამიანებთან ურთიერთობაში დასავლური სისტემა უფრო ეფექტური აღმოჩნდა მიწოდებასთან დაკავშირებით და მომხმარების კულტურასთან დაკავშირებით, ვიდრე საბჭოთა სისტემა საბოლოო ჯამში. ანუ იმას ვამბობ, რომ რაღაც სარკისებული პროცესები მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირმა ბევრი რაღაცა განვითარების პოლიტიკებში სწორი და ბევრი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთის შექმნაშიც, მისი პოლიტიკებზე გავლენაც მოახდინა და ბევრი ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც საბჭოთა კავშირმა შექმნა, ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ თვითონ ვერ გამოიყენა საბჭოთა კავშირმა, ჩინეთში დღემდე იყენებენ. მათ შორის გეგმიურ ეკონომიკას. 5 წლიანი გეგმები დღემდე არსებობს ჩინეთში, უფრო შორი გეგმებიც არსებობს. მეორე მხრივ საბჭოთა კავშირის სისტემა, ვთქვათ, პოლიტიკური, ესეც ჩინეთში შენარჩუნებულია იმ ინსტიტუტების სახით, რომელიც საბჭოთა კავშირშიც არსებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირში ამან თუ ვერ შეძლო, რომ ბოლომდე განეხორციელებინა თავისი მიზანი, ხო, მერიტოკრატიულობის. ჩინეთში ეს დაემთხვა ეს ყველაფერი ოფიციალიზმის კულტურულ იმას, რა ქვია, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობას და მათ შექმნეს და უძახიან კიდევაც ჩინეთის სისტემას სოციალიზმ ჩინური მახასიათებლებით. ახლა ესეთი ის არა, პირდაპირ არ ითარგმნება ხოლმე ჩინური ტერმინები კარგად ჩვენ ენაზე. ანუ მე დავარქვათ ჩინურ სოციალიზმს ეძახიან. ანუ ისინი ხვდებიან, რომ ეს არის მათთვის დამახასიათებელი სისტემა და მართლაც ამ სისტემაში თვითონ ჩინურმა ფაქტორმა ითამაშა ისეთი როლი, რომელიც არამდგრადი, ვთქვათ, სისტემა, რაც რუსებმა შექმნეს საბჭოთა კავშირში, გადააქცია ძალიან მდგრად სისტემა და აქ ჩინეთის ზომასაც მნიშვნელობა აქვს, ტრადიციასაც მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს თვითონ სოფლიოში განვითარებულ ტენდენციებსაც და კაპიტალიზმის კრიზისის თავისუფლებასაც მნიშვნელობა. ერთი მომენტიც არის და აქ მოდი უფრო აქეთკენ წამოვიდეთ რა, ნელ-ნელა. ერთი მომენტი არის, აი გორბაჩოვის მოლოდინი, რომ ის გახსნიდა ბაზარს და აქ ისეთი ინვესტიციები წამოვიდოდა, რომ რაღაცა ის მოხდებოდა, რაც მოხდა პრაქტიკულად ჩინეთში, ხო? ტექნოლოგიები რო წავიდა, ინდუსტრიები რო წავიდა დასავლეთიდან ჩინეთში, ხო? ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო, რომ უკვე საბჭოთა საზოგადოება, საბჭოთა ადამიანი ჰქონდა გაცილებით მაღალი სტანდარტი ცხოვრებისეული, ვიდრე ჩინელს. ეს ერთი მომენტი. ანუ რადგან თან ხდებოდა ჩინელი მუშა რო ემუშავა, ხო? ეს იაფი მუშა. მე ვამბობ საწყის ეტაპზე, ახლა ნელ-ნელა უკვე სხვა ეტაპზე არის, ხო? 69 წლის შემდეგ ვამბობ. საბჭოთა მუშები არ თან ხდებოდნენ ესეთ რაღაცას, ხო? იქ ისინი უკვე შეჩვეულები იყვნენ სხვა ცხოვრების დონეს, სხვა მოპყრობას და ასე შემდეგ. და ამ ფაქტორმაც განსაზღვრა ის, რომ ეს ინდუსტრიები გადავიდა ჩინეთში და არ გადავიდა საბჭოთა კავშირში. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, სულთა გეოპოლიტიკურია. საბჭოთა კავშირი საკმაოდ განვითარებული და ინდუსტრიული ქვეყანა იყო. დღემდე საბჭოთა ტექნოლოგიები არის ანუ სიცოცხლის უნარიანი. ანუ დღეს რასაც რუსები
თქვა სამხედრო წარმატებებს აღწევენ რაღაც ტექნოლოგიების განვითარებაში. ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის სამხედრო თვალსაზრისით კი ბატონო. და ჩამორჩებოდნენ სამხმარებლო საქონლის განვითარებაში. სამოქალაქო, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიებში ჩამორჩებოდნენ, სერვისებში ჩამორჩებოდნენ, საგრძნობლად, სერვისების ეკონომიკაში აშკარად ჩამორჩებოდნენ და ქონდათ რაღაც ისეთი ჩამორჩენა, რომელიც აღმოხრაც პრინციპში მარტივად შეიძლებოდა. უბრალოდ ამას მოყვა, რატომ ყავს სისტემის ჩამოშლა. ხო, მაგაშია საქმე, სისტემის ჩამოშლა მოყვა ჩემი აზრით გაჩნია ამასაც როგორ გაანალიზებ, მაგრამ თვითონ პროექტის თავისებურება საბჭოთა კავშირში ამბობდა, რომ ჩვენ დავაწევით და გავასწრებთ ამერიკას. ამბობდა, რომ ის რაც ჩვენ შევქმნით სისტემური ცვლილებები საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესად ვიცხოვროთ და ესე იგი ვიდრე ამერიკაში ცხოვრობენ და ეს არ იყო სწორი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს არ ქონდა იმხელა ზომა, ის იმპერიის მასშტაბი იმხელა არ იყო, რომ ეს მას შეძლებოდა. ანუ შეიძლება რაღაცა სისტემური ცვლილებებით რაღაც უპირატესობა მიიღო და დაეწია, თქვა ტექნოლოგიურ განვითარებაში, მაგრამ განათლების სისტემაში. მისი ზომა ვერ იყო საკმარისი იმისთვის, რომ აი ეს თავისი პროექტი განახორციელებინა, მაგრამ ჩემი აზრით, თვითონ პროექტში რო არ ყოფილიყო ეს სამიზნე, რომ იმაზე უკეთესად ვიცხოვრებთ, ხო? მაშინ საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა. შენ საბჭოთა კავშირმა შეუქმნა მოსახლეობას ცრუ იმედები, არასწორი ხედვა და აი ამ ხედვის კრიტიკით დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომ აი თურმე ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ისეთ დონეზე და ამიტომ სისტემა არის ცუდი და ესე იგი ამიტომ უნდა მოვშალოთ ეს სისტემა. ანუ ეს თვითონ პროექტი იყო არასწორი. ის საბჭოთა კომუნისტების პროექტი იყო არასწორი. და იმ პროექტის გაუქმებას შემდეგ, ესე იგი, უნდა შეიქმნას ახალი პროექტი რა. მაშინ, როდესაც თვითონ კაპიტალიზმს არავითარ ეგეთი პროექტი არ ქონია. ანუ ის იმიტომაც არ დაშლილა, რომ ესეთი პროექტი არ ქონია, რომ აი ჩვენ ამას მივახცევთ და აი ეს იქნება ჩვენი სამაგეროდ კაპიტალიზმს აქვს შინაგანი წინააღმდეგობა, რაც შეიძლება კაპიტალიზმს არა, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი, ლიბერალებს ქონდა ეს კაპიტალიზმი მე ვეძახი ამერიკულ, ბრიტანულ, ანუ ანგლოსაქსონურ იმპერიას. არავითარ სინამდვილეში კაპიტალიზმი არ არსებობს, ხელშესახები რაღაც ეგეთი რამე. არსებობს დღევანდელი სისტემა, ეს ბრიტანულ-ამერიკული, ანუ ანგლოსაქსონური იმპერია, რომელსაც ჩვენ ვეძახით კაპიტალიზმს რა. და ეს იმპერია არის კრიზისში. მისი სისტემა, რომელსაც თუ გინდა კაპიტალიზმი დაუძახე, არის კრიზისში. და ეს არის აი ამერიკის მაგალითზე ფინანსური და ინდუსტრიული კაპიტალის ინტერესების დაპირისპირებაში გამოიხატება და ელიტის და ხალხის დაპირისპირებაში. მათი ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება. ის რომ ეს იმპერია არსებობდა მხოლოდ მაშინ, თუ ის იქნებოდა ჰეგემონი და დაჩაგრავდა მთელ მსოფლიოს, ამას ეწინააღმდეგება ერთადერთი რამე დღეს თავისი ზომის წყალობით ჩინეთს შეუძლია, რომ შეცვალოს ეს სისტემა და აღარ იყოს კოლონია. თუ ჩინეთი ამოვარდა ამ კოლონიურ მდგომარეობიდან და ეს გახდა განსაზღვრელი ფაქტორი მსოფლიო ეკონომიკის განვითარების. მაშინ ამერიკულ კაპიტალიზმს ამერიკულს ვიტყვით თუ ანგლოსაქსონს არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ახლა ხვდებით რაზე ვლაპარაკობ. ამ იმპერიას და ამ ჰეგემონიას რა თქმა უნდა აზრი ეკარგება. ამიტომ ძალიან დიდი ხანია უკვე ობამას პერიოდიდან, რომ ამერიკის პოლიტიკა არის ჩინეთისკენ შემოbrunების პოლიტიკა. ამ იმპერიის გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ჩინეთის განვითარების შეფერხება. ჩინეთის განვითარების შეფერხება რო ვერ მოხდეს, ამერიკა, აი როგორც სისტემა, ეს კაპიტალისტური სისტემა, ვეღარ შეძლებს არსებობის გამართლებას, გაგრძელებას, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური
ამ მდგომარეობის ფონზე შეგვიძლია აი შევხედოთ რა მდგომარეობა რა ეტაპზე არის ახლა ეს ბრძოლა და როგორ მიმდინარეობს არის თუ არა ეს წარმატებული და აქვს თუ არა საერთოდ რაიმე წარმატების შანსი. დასავლური კაპიტალიზმის აი ამ სისტემაში რო არ გაჩენილიყო ჩინეთი როგორც კონკურენტი ამ ამერიკის შეიძლება ამ სისტემის კიდევ შენარჩუნება. ჩინეთი ქმნის ძალიან ესე დიდ ალტერნატივას მსოფლიოსთვის. და აი ამ ალტერნატივის გაძლიერების ფონზე აი გამოკვეთილი ხდება კაპიტალიზმის და ამერიკული იმპერიის შინაგანი წინააღმდეგობა. ეხლა ეს შინაგანი წინააღმდეგობა, როგორც ჩვენ თქვით, თუ არის ფინანსური და ინდუსტრიული დაპირისპირება, რატომ არის ეს ამის უკან რა დგას? აი როგორც თქვით, თუ შენ ფულის ბეჭდით აკეთებ ფულს მძარცვალ სოფლიოს, ხო? რაში გჭირდება ეხლა ეს ინდუსტრია მანდა მაინც. ფინანსური კაპიტალს უბრალოდ არ ჭირდება ეს ინდუსტრიალიზაცია. მაგრამ ამერიკას როგორც ჯამში, როგორც ანუ იმპერიას და როგორც სახელმწიფოს ჭირდება ეს, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული მის უსაფრთხოებასთან. როდესაც შენ აღარ შეგიძლია გემების წარმოება, შენ დგები იმ საფრთხის წინაშე, რომ შენი სამხედრო ძალა სულ ცოტა ხანში აღარ იქნება რაიმე გავლენის მქონე. დღეს ამერიკას გემჩენებლობა აღარ აქვს. ჩინეთს ეს აი მაგალითად იყო სამხედრო გემების გარდა საერთოდ არ აქვს. გემის შექმნა რომ გემის რა აი ავიამზიდი რასაც ქვია ხო? ავიამზიდის შექმნა სჭირდება თითქმის 10 წელი შეიძლება ცოტა მეტიც. მე 10-დან 15 წელი იყო. ხო და ამერიკას შეუძლია ესეთი მგონი ორი გემის შექმნა აი ამ ხნის განმავლობაში. რესურსი მეტი აღარ აქვს. იმიტომ რომ ჩინეთს ამ ხნის განმავლობაში 20 გემის მსგავსი ავიამზიდის შექმნა შეუძლია. კი ეხლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამერიკა ინარჩუნებს უპირატესობას, მაგრამ განვითარების დინამიკაში ჩანს რომ ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში კორეამ წაართვა უპირატესობა გემშენებლობაში, სამხრეთ კორეამ. და ეხლა უკვე სამხრეთ კორეას გადაუსწრო ჩინეთმა. და უკვე სამხრეთ კორეას გადაუსწრო ჩინეთმა და ის ზღვაზე უპირატესობა რაც ტრადიციულად ჰქონდა შეერთებულ შტატებს და იქაც პრინციპში ჩვენ თუ ამას ანგლო-საქსონური იმპერიას უწოდებთ, ისინი მათი იმპერია ჯარზე კი არის და იდგა დიდ და ძლიერ ფლოტზე, ხო ყოველთვის. რა თქმა უნდა, საზღვაო იმპერია ამერიკა. ხო და თუ კი ვიღაცა მოახერხებს ამის დინამიკაში ესე იგი ჯობნას ეს გამოიწვევს გარკვეულწილად დაკარგვას ჰეგემონიის. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ აი ანალოგია მინდა მოვიყვანო პირველ მსოფლიო ომამდე. გერმანელებმა დაიწყეს უფრო ინტენსიურად გემშენებლობა, ვიდრე ინგლისელებს ჰქონდათ. ჯობნიდნენ. პირველ მსოფლიო ომის დროს ჯერ არ იყო ესეთი მაინც ბალანსი იყო, მაგრამ დინამიკაში გერმანელები ჯობნიდნენ. ამიტომ წამოიწყეს ესე ნადრევად პირველ მსოფლიო ომის სინამდვილეში რა. ეხლა ეს ომები ხო პრინციპში ეს არ არის რომ მოდი საამდე სუსტი არის, საამდე ჯერ კიდევ ის ჩვენ არ გვაქვს სამხედრო უპირატესობები. მოდი რაღაცა ეს კონფლიქტები მოვაწვოთ, მაგრამ ეხლა ყველა ეს კონფლიქტი, რასაც ხედავთ, ხო? უკრაინაში რუსეთია გაჭედილი. ირანში, ეხლა კი მოიწერა ხელი, მაგრამ კაცშვილმა არ იცის როგორ დამთავრდება და რანაირად დამთავრდება ეს ირან-ამერიკის ურთიერთობები, ამერიკა ვერ აჩვენა კარგად თავი. აქვს ამერიკას შენადრით იმის რესურსი, რომ ჩართოს ეგ რაღაც კონფლიქტში ჩინეთი და ეხლა საამდე მზად არ არის და ამით მისი პოტენციალი, როგორც თავის დროზე გერმანიის პოტენციალი ჩაკლეს ამით, ესე ჩაუკლან ჩინელებს ეს პოტენციალი. მიზანი ესეთია, რასაც შეიძლება, რა თქმა უნდა. და თვითონ კაპიტალიზმის ეს არის იმპერიალიზმის ფორმა, ხო? ანგლო-საქსონური კაპიტალიზმი თვითონ სისტემა ვერ იარსებებს, ეს რას ნიშნავს? თვითონ სისტემა, ეკონომიკის სისტემა ვერ იარსებებს, თუ მათ სხვა ქვეყნებს ძალადობრივად თავს არ მოახხვიეს პოლიტიკები. ის რომელიც მათ უნდა გაატარონ. ანუ კაპიტალიზმი ზარო ეგ იმპერიის ბუნებაა, როგორიც ხო და აი კაპიტალიზმის არსიცაა ეს, რომ
შენ გეუბნება რომ თავისუფალი ვაჭრობა, ხო? ეს არის კაპიტალიზმის ფორმულა. დასავლური თავისუფალი ვაჭრობა რას ნიშნავს, რომ დასავლეთი განვითარდა სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი კაპიტალის განვითარებაში, კოლონიალიზმის საშუალებით, სხვა ქვეყნებს წაართვეს ინდუსტრიები, ესაა მოგონილი ამბავი, რომ თითქოს ინდუსტრიალიზაცია ეს ანგლოსაქსების გამოგონებაა, სინამდვილეში ყველაფერი მოხდა პირიქით, ყველას დაანჩენს აუგრძალეს ინდუსტრია და თვითონ ესე იგი, როდესაც დაწინაურდნენ, ამის შემდეგ აუგრძალეს სხვა ქვეყნებს სახელმწიფოს დახმარება საკუთარი ინდუსტრიების განვითარებაში. ამას დაერქვა თავისუფალი ვაჭრობა. ეს არის იმპერიული პროექტია. მე შენ გიგრძალავ ესე იგი ტექნოლოგიურ განვითარებას, ისეთ სისტემებს გახვევ თავზე, როგორც ნორმატივს, რომლითაც შენ ვერასდროს ვერ განვითარდები, როდესაც მე უკვე გავლილი მაქვს განვითარების ეტაპი. ეს არის იმპერიული სისტემა. ჩინურისგან განსხვავებით. ჩინურმა სახელმწიფომ ასეთი ასე ვთქვათ, უსამართლო პირობებშიც კი ზუსტად ხალხის შრომის ხარჯზე შეძლო ის, რომ ტექნოლოგიურად დაწინაურდა მაინც და გადაუსწრო ამერიკას. მე ამას არ ვამბობ რაღაც ყურთმოთრეული, გადაუსწრო არა, სტატისტიკა არსებობს უკვე, რომ გამოგონებები და ასე სხვა მიმართულებით უკვე საკმაოდ ჩინური 40 რაღაცა პროცენტი იყო წინა 10 წლებში და ახლა 53-ზე ავიდა. სოფლიოში გამოგონებების პატენტებს რასაც. ნუ ავსტრალიის ეს სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტია ზუსტად სახელს ვამბობ თუ არა შეიძლება რაღაცა მეშლება. ის პერიოდულად აქვეყნებს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიულ ტექნოლოგიებში, რომელიც სახელმწიფო არის დაწინაურებული და ჩინეთი სტრატეგიული ტექნოლოგიების 90%-ზე მეც ში არის დაწინაურებული. ერთი ტექნოლოგიები რაღაცა ამას აღიარებენ თვითონ. ტექნოლოგიები რაღაცა მეკითხვა, რაც გავრცელებულია და მაგიტომ. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ჩვენ თუ ვაჯობებთ ჩინეთს და სხვებს, ჩვენ იგულისხმება შეერთებული შტატები. ხელოვნური ინტელექტის, ანუ მეგა ხელოვნური ინტელექტის, საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის შექმნაში. ჩვენ ყველა სფეროში მე ვაჯობებთ მას. ანუ ჩვენ გვჭირდება მარტო ამ მიმართულებით განვითარება და ამაზე ძალიან დიდი ფული იდება. და ამ მისი დამარცხებით, ანუ ხელოვნური ინტელექტის ფაქტორი ცვლის საერთოდ აი ამ დაპირისპირების სტრუქტურას, ამ სურათს მთლიანად. ვინც პირველი მოახერხებს აი ამ ხელოვნური ინტელექტის, ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნას, ის იქნება უპირატესი. ამ თეორიას იზიარებ თუ ეს გონია, როგორც ბევრს გონია, გარკვეულწილად ბუშტი, რომელიც გასხდება სადღაც. ხო, აი ეს არის აი კაპიტალიზმის ახალი ილუზია და აი ამორალობის, ესე იგი გამოხატულებაც, მისი კრიზისის გამოხატულებაც, აი ბევრი რამე შეიძლება ამაში დაინახო ამ ხელოვნური ინტელექტის რაღაცა მონოპოლის შექმნის მცდელობებში. რა თქმა უნდა, ჩინეთი რო არ იყოს, ხო? და ეს ხელოვნური ინტელექტი დარჩეს ამ ამერიკის იმპერიის ხელში და ეგ ეწოდებული ტექნოფეოდალიზმი ზუსტად არ ვიცი ახლა ვისი მოგონილია ეს სიტყვა, მაგრამ იანოს ვაროფაკისი არის ძალიან ხშირად რო ხმარობს ამ ტერმინს და თავის თეორიას აყნობს იმას, რომ აი ჩვენ ვართ ამ სტადიაზე, როცა დასავლეთი აი ტექნოფეოდალიზმის საშუალებით ცდილობს ჰეგემონიის შენარჩუნებას. ეს ფეოდალიზმი არის ფაქტიურად ის, რომ ვიღაცა პატარა ელიტა, რომელიც აი ფინანსური ელიტა არის ფაქტიურად იგივე, ხელში იგდებს ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც იმონებს, ესე იგი, მთელ დანარჩენ მსოფლიოს და ყველა ადამიანს. ყველა ადამიანი ხდება უბრალო მონა. შენზე ყველანაირი ინფორმაცია ვიცი. შემიძლია გავტეხო ყველანაირი კოდი. შემიძლია გაცილებით სრულყოფილი სტრატეგიები და პოლიტიკები ვაწარმოო. შენ ამას ვერ დამიპირისპირებ, იმიტომ რომ შენზე ძლავრი ხელოვნური ინტელექტი მაქვს და
ასევე უკვე ჩანს რომ მთელი რიგი ტექნოლოგიური პროგრესით მათ შორის რა ხელოვნური ინტელექტი ძალიან ხელს უწყობს მაგალითად ეხლა იყო მე მგონი დუბაიში იყო ახალი ძრავები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის წყალობით ისეთი ძრავები რომელსაც ადამიანის ტვინი ვერ შექმნიდაო და რომელიც გაცილებით ეკონომიურია და გაცილებით ძლავრია ანუ კოლოსალურ უპირატესობას გაძლევს ამ დარგში და ამიტომაც ეს კიბერფეოდალიზმი უფრო რეალისტური მეჩვენება ვიდრე სოციალიზმი მაგის თქმა უნდა ხო ეს არ არის არც რეალისტური არ არის და ეს არის აი ამ სისტემის ესე იგი აბსოლუტურად მოახლოვებული კრიზისის ერთ-ერთი ნიშანი და ამის მიზეზი არის რა თქმა უნდა რომ ეს ტექნოლოგიურ გადაიქცევა კაპიტალიზმის დასასრულის თქვათ ერთ-ერთი ნიშნად არის ზუსტად ჩინეთის დამსახურება, იმიტომ რომ ჩინეთი ამ ინტელექტის განვითარებაში არ ჩამორჩება დასავლეთს და ამ ინტელექტის თელი ამ ტექნოლოგიების თელი საშიშროება იმაში დაგუმარებს, რომ ის შეიძლება მონოპოლიზებული იყოს იმ ელიტის მიერ, რომელიც დღეს ამერიკას მართავს. მაგრამ ჩინელები შენ გთავაზობენ ალტერნატივას. DeepSeek-ი როდესაც შექმნეს ჩინელებმა, ეს იყო საშინელი, ესე იგი, გულყრა რა ამერიკაში, როგორ რაღაცა ესე იაფად როგორ განავითარეს ის, რაც ჩვენ მილიარდები ჩავყარეთ, 100-ჯერ ნაკლები დახარჯეს და შექმნეს ისეთივე სისტემა რა, რაც ჩვენ ვითართ ჩვენ გვიგონა სოფლიოს მართავდით. ვერ მართავენ ისინი სოფლიოს ვერასდროს. ეს ტექნოფეოდალიზმი ასად არ მიიყვანს ამერიკას და ვერ იქნება რა ეს იმიტომ ვერ გახდება მონოპოლური, იმიტომ რომ არსებობს ჩინეთი. ეხლა რა განსხვავებაა არ ვიცი რაზე გადავიდეთ, რა განსხვავებაა ჩინურ მიდგომას შორის თუ ის რომ გეოპოლიტიკურად რატო აგებს ამერიკა ომებს რატომ აგებს? მოდი, აი მინდა რომ რაღაცნაირად ის ძალიან შორი საუბარი საქართველოსგანაც რო არ იყო და რაღაცნაირად საქართველოსაც რო შევეხოთ, იმიტომ რომ ეგ ახლა არ მინდა რომ მარტო თეორიული საუბარი გამოგვივიდეს. მინდა რომ აი რაღაცნაირად დავინახოთ ჩვენი თავი აი ამ დიდ კონფლიქტის პრიზმიდან, ესე ვთქვა და კონფლიქტის არსიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აგერ ჩვენთან ახლოს არის ირანი, იმაში მიდის ეს კონფლიქტი, აგერ შუადერეფანიც უკვე რა ვიცი დაწყებულია ამბობენ და ნახოთ ახლა ეგ საბოლოოდ შედგება თუ არ შედგება დროის საკითხია და გავიგებთ და ნუ ასევე ჩვენ ხედავთ სოციალურ ცვლილებებსაც შეიძლება პრინციპში ჩვენს მოგვევლინონ ვიღაც ტექნოფეოდალები რომლებიც პრაქტიკულად წაგვართმევენ ჩვენ ავტონომიურობას Facebook-ი მაგათია ყველა სოციალური პლატფორმა მაგათია ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ავტონომიურობა ამ მიმართულებით და ჩვენი დისკურსიც კი იწარმოება იმით დასავლეთ ჩვენ არც ევროპას არ გააჩნია. არც ევროპას არ გააჩნია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპას ყოველ შემთხვევაში ინტელექტუალური და ფინანსური პოტენციალი აქვს, რომ პოლიტიკები რო შეცვალოს, ეს შექმნას. აი ეს მომენტი კიდე აქვს. ეხლა ნუ სხვა სიტუაციაა, მაგრამ მაინც ძალიან მინდობილები არიან შეერთებულ შტატებში. მაგრამ ნუ ჩვენ ეს პოტენციალი მე მგონი არ აგვაქვს ეგეთი დონეზე. კი შეიძლება რაღაც სოციალური პლატფორმა შექმნა, მაგრამ რაღაც ინტერნეტს ვერ ჩაანაცვლებ მარტივად რო თქვა და იმ სხვა დიდ ქვეყნებს მაგის ფუფუნება აქვს. ჩინეთში იყო საუბარი ინტერნეტის ესე იგი შექმნა ალტერნატიული ინტერნეტის შექმნა, ხო? ჩინური ინტერნეტის შექმნა, რუსეთიც საუბრობს, მაგრამ რამდენად გამოვა რუსეთს არ ვიცი. ეს ის საკუთარი ინტერნეტის შექმნა, ინტერნეტი არა, ნეტის შექმნა. არა, ციფრული დამოუკიდებლობა აქვს ჩინეთს უკვე და ხალხს არ ესმის ეს რატო ხდება და ამერიკას მოკლედ ახლა ძალიან შორს რო წავიდეთ უბრალოდ ეხლა ჩინეთში თუ ჩახვალ ხო იქ არის ესეთი პროგრამა WeChat და ამ WeChat-ით ესე იგი ჩინელები ყველაფერს აკეთებენ საჭმელის ყიდვიდან დაწყებული მე მგონი საუბრით დამთავრებული და კომუნიკაციით და Google-ი და სხვა Facebook-ი და ესეთი ვიღაცები რო არ არიან ჩინეთში ეს იმის ბრალი კი არ არის ჩინეთმა რაღაცა უსამართლოდ მოეპყრო მათ
ეს ჩინეთმა მოთხოვა იგივე, რაც ამერიკამ ეხახან მოთხოვა ჩინურ კომპანიას TikTok-ს. რომ მათი მონაცემები, ამერიკული მონაცემები, ესე იგი, ყოფილიყო ამერიკაში. TikTok-მა ეგ დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, TikTok-ი მაინც წაართვეს ჩინურ კომპანიას. თუმცა ბოლომდე ვერ წაართვეს, იქ სხვანაირი გარიგება მოხდა. ხა ამერიკელების მაგ-იმას ვითომ წარმატებას ბერავენ, სინამდვილეში ჩინურია TikTok-ი. მაგრამ მე ვამბობ უსამართლო მოპყრობაზე, ხო? TikTok-ს რასაც თხოვდნენ, ხო? თვითონ იგივეს გაკეთება არ მე ჰეგემონი ვარ და ეგრე გეუბნები. ხო, TikTok-ი დათანხმდა, თვითონ ესენი არ დათანხმდნენ ჩინეთს. თავიანთი მონაცემები არ გაანალაგეს იმაში, რა ქვია, ჩინეთში და ამიტომაც ჩინეთი აღარ უშვებს მას თავის ბაზარზე. საკმაოდ წარმატებით ჩაკეტა თავისი ინტერნეტული კულტურა და ყველაფერი შექმნა ჩინეთმა და ამას ავითარებს. ჩინეთთან შედარებით დღევანდელი ამერიკის მოქალაქე არის ჩამორჩენილი გლეხი. ჩინეთში რო ჩახვიდე, აი ამერიკელები დღემდე ხმარობენ ქაღალდის ფულს. დღემდე. კარტებით დადიან. ჩინელები არათუ კარტებს და იმენს აღარ ხმარობენ. ბიომეტრიულად იხდიან ყველაფერს, ტელეფონსაც აღარ ხმარობენ. ხელის დადებით ყიდულობენ საჭმელსაც, მომსახურებასაც და მაგრამ ზოგიერთი ამბობს რომ კონტროლის საშუალება არის და ძრის კონტროლის სისულელე რაღაც აბსოლუტური. რატომ ასე ყოველ შემთხვევაში ეს არის მოდერნული სახელმწიფო უფრო კონტროლის საშუალებას ძრის აბსოლუტური სისულელეა. ეს არის ზუსტად ამ იმპერიალისტური და იმპერიული კულტურის ესე იგი კლიშეები, რომლებიც ხედავენ თვითონ რომ ბოროტები არიან, სხვაც ასეთივე ბოროტი გონიათ. ჩინეთში ეს არ არის ის რომ კამერები აყენია, რაიმე საფრთხე ადამიანის. პირიქით ეს არის უსაფრთხოება. ამერიკაში საფრთხეა. მიუხედავად ამისა, ამერიკაში საყენია ეს კამერები, შეიძლება უფრო ცოტა ნაკლები, მაგრამ ამ კამერებს და ყველაფერს გამოიყენებენ ადამიანების წინააღმდეგ და ჩინეთში ეს არის უსაფრთხოების გარანტიაც და მოსახლეობასაც არავითარი პროტესტი არ აქვს ამის მხრივ და არც არანაირად უნდა იყოს რეიტინგების სისტემაა და რაღაცა. ხო, ეს რეიტინგების გამოირიცხები. მე რაღაც ბევრი რაღაცა მომწონს ჩინეთში, მაგრამ ეგეთი მომავალი. ეს რეიტინგების სისტემაც არის მოგონილი აბსოლუტურად, მოგონილი ტყვილი, ისევე როგორც უიგურების ჩაგვრის შესახებ ტყვილი, ანუ უიგურების მაგალითად როდესაც აკრიტიკებდნენ პოლიტიკას უიგურების მიმართ, ხო? უიგურების გენოციდად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქმედებად რაში გამოიხატება ეს გენოციდი? ამათი გენოციდი. თურმე ახალგაზრდები, რომლებიც რაღაცა ძალადობას მიმართავენ იგივე თავისი მშობლების მიმართ რელიგიურ საფუძველზე და არიან ესე იგი რელიგიურად ექსტრემისტულად განწყობილი და ამის საფუძველზე ჩადიან დანაშაულს, ხო? მაგრამ ახალგაზრდები არიან ახლა ციხეში არ სვამენ, ხო? ამ ახალგაზრდებს აგზავნიდნენ პროფტექნიკურ სასწავლებლებში, აძლევდნენ ხელობას, იქიდან გამოდიოდნენ სპეციალისტები, განათლებული ხალხი, დასაქმებულები სიღარიბიდან გამოდიოდნენ და ამ სისულელებს, რელიგიურ სისულელებს თავს ანებებდნენ. და ეს ჩათვალა დასავლეთმა, იმაზე რა ქვია, უიგურების გენოციდად. ამ სისულელეს ასაღებენ, ესე იგი უიგურების ჩაგვრად. და ეს ყველაფერი დაავალეს ადამიანს, აი ამ სულელური პროპაგანდის შექმნა, რომელსაც აქვს ჩინური გვარი, აქვს გერმანული წარმოშობის, გერმანიაში მუშაობს, ჩინეთში არასდროს არ ყოფილა და დისერტაცია დაწერა ჯოჯოხეთის ინსტიტუტებზე, როგორ არის მოწყობილი ჯოჯოხეთი. აი ესეთი მეცნიერული გამოცდილების ადამიანს დაავალეს აი ამ ტყილების შექმნა, რომელსაც მე ავრცელებს მთელი დასავლური პრესა. როგორ მოდით გავაანალიზოთ ეს როგორც კაპიტალიზმი, როგორც იმპერიალისტური სტრუქტურა, როგორ შედის აი ამ კრიზისში და გეოპოლიტიკაში, როგორ გადადის ეს ყველაფერი. რომ შეინარჩუნოს ამ სისტემამ თავის სისტემური ესე იგი უპირატესობა, საჭიროა ზუსტად ეს იმპერია შეინარჩუნდეს, ამ ძალადობის სტრუქტურა, ანუ ის რომ სხვა ქვეყნების განვითარების საშუალება არ მისცეს, შეიძლება უნდა გქონდეს სამხედრო ძალა, ხო?
ამიტომაც იქმნება აი ამ შინაგანი წინააღმდეგობა კაპიტალიზმის შედის ბოლო სტადიაში, რომ შენ როდესაც გინდა ინდუსტრიალის აღდგენა, შენ ინდუსტრიალისტური, ასე ვთქვათ, აი ეს ტრამპისტული მაგა რეინდუსტრიალისტები უპირისპირებია თავიანთი ინტერესებით შიგნით ამერიკის ფინანსურ კაპიტალს, რომელსაც ეს არ აწყობს ინდუსტრიალიზაცია. ინდუსტრიალიზაცია არის აი ამ სოციალ კლასის პროექტი, მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოების საჭიროებაც არის, იმიტომ რომ იმპერიას არ შეუძლია, რომ ამ ინდუსტრიის გარეშე იარსებობს. როგორ უნდა მოუგოს მან ჩინეთს ომი, ან თუ გინდათ სხვას, თუ მის თვითმფრინავების წარმოება დამოკიდებულია ჩინეთიდან მიწოდებული მასე, რა ქვია, ჩიპებზე. ეხლა გადაიტანეს უკვე სინგაპურიდან და კაი, მილიარდები ჩიპები თქვათ ჩინეთიდან აღარ შემოაქვთ. ამას მიხვდნენ რამდენიმე წლის წინ. მაგრამ დღეს ბოლო თაობის ამერიკული თვითმფრინავები უკვე გამოდის რადარების გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინეთი არ აწვდის რაღაცა მიკროელემენტებს, რომელსაც აქვს მოპოვის მონოპოლია მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთს და ეს მოხდა ზუსტად იმ პოლიტიკების გამო, რაც თავის დროზე გაატარეს დასავლეთმა. როდესაც არაეკოლოგიური წარმოება თავიდან მოიშორეს, გადაიტანეს ჩინეთში, ეს იყო აი იშვიათი მეტალების წარმოება, რომელიც ძალიან არაეკოლოგიურია. ამის ინდუსტრია განავითარა ჩინეთმა და ახლა ძალიან ბევრ მეტალზე აქვს ანუ მონოპოლია. ეხლა ეს უსაფრთხოების აი ეს მიზნით დაქოქილი ეს იმპერია, როდესაც ცდილობს რომ ებრძოლოს ჩინეთს, რა წინააღმდეგობებს გადაეყარა. აი ეს დეინდუსტრიალიზაციის უბრალოდ რეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის გამო ტრამპს და მის მომხრეებს უნდათ ჩინეთისკენ შემოbrunება. და ფინანსურ ელიტას ეს არ აინტერესებს, ხო სწორია. ფინანსური ელიტის ინსტრუმენტი ამერიკაში ყოველთვის იყო და რჩება ისრაელი. ისრაელი არის ის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება ამერიკის პოლიტიკის მართვა დღევანდელი ფინანსური ელიტის მიერ. როდესაც ლაპარაკობენ ამერიკის ისრაელის ურთიერთობებზე, ხან ესეთი კითხვა ჩდება, რომელი მართავს რომელს? ამერიკა მართავს ისრაელს თუ ისრაელი მართავს ამერიკას? და ორივე სწორია, ორივე მტკიცება. იმიტომ რომ ისრაელი თავისთავად არის ამერიკული ინსტიტუტი. ოღონ გარკვეული ელიტის, რომელიც შინაგანად დაპირისპირებულია ელიტის მეორე მხარესთან, რომელსაც რეინდუსტრიალიზაციის მიზნები აქვს. ეს პოლიტიკური ინსტრუმენტი თუ მოესპო ფინანსურ ელიტას ვერ განახორციელებს თავის მმართველობას. დავარქვათ ელიტა, ვთქვათ აქ მარტო ფინანსური ელიტა არ არის, მაგრამ ის სუპერპაკები, ანუ ის ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ამერიკის კონგრესმენების არჩევას, ყველანი ფაქტიურად ძალიან დიდი ორგანიზაციები არის ებრაული, რომლებიც იმართება ებრაელების მიმართ და ეს ებრაელები თავისთავად არის ამ ფინანსური ელიტის წარმომადგენლები. ამას ემატება, უბრალოდ დამატება ეს აიპაკი, რასაც ჩვენ ვამბობთ ისრაელის თან დაკავშირებული ორგანიზაცია, ესეც პაკი, ანუ People's Action Committee, რომელსაც აქვს ფულის განუსაზღვრელი ხარჯვის უფლება ამერიკაში, გარკვეულ მე მგონი 70-იანი წლების თუ 60-იანი წლების მერე მიცეს ეს უფლება და ამ სუპერპაკებს შეუძლიათ იყიდონ მთელი კონგრესი. ეს კონგრესი ჯიბეში უზის ელიტას და დღეს ეს ელიტა არის ფინანსური ელიტა. ეს ამ ფინანსური ელიტის ინსტრუმენტი არის ისრაელი. ისრაელიდან თუ წამოვიდა ამერიკა თავის ინტერესებით და შემოbrunდა ჩინეთისკენ, ამ ფინანსურ ელიტას ეკარგება
საშუალებაა, რომ გავლენა მოახდინოს ამერიკის პოლიტიკაზე. თუ ისრაელი არ იქნება დასაცავი, თუ ისრაელის ინტერესების გამოყენება ვერ მოხდება ამერიკის პოლიტიკის მანიპულაციისთვის, ის ელიტა ვერ განახორციელებს თავის მიზნებს. ანუ ანუ რესპუბლიკელებზე ამბობ ხო შენ. რესპუბლიკელებიც და ისიც რა ქვია დემოკრატებიც ორივე განიცდის აი ამ ერთი და იგივე ელიტისგან ჩაგვრას რომ მთლიანად ჯიბეში უზით ფინანსურ ელიტას. ეგონა ტრამპს რომ რაღაც გარკვეული ინდუსტრიული ელიტის მობილიზაციით ეს მილიარდერები შეიყვანა მთავრობაში, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს საკმარისი არ არის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის, ხო? როგორც კიდე დაელაპარაკება ნათანიაჰუ და დაემუქრება იმით, რომ შენ აი შუალედურ არჩევნებში შეიძლება ვერ გაიმარჯვო, ეგრევე ტრამპი ცვლის თავის პოლიტიკას. ეხლა ვნახეთ ჩვენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე უფრო წარმატებული ესე იგი რესპუბლიკელი ტრამპისტი, მაგას წარმომადგენელი რეინდუსტრიალიზაციის ტრამპისტი, რომელმაც გააკრიტიკა ისრაელი. დაკარგა ყველაფერი, ყველანაირი შანსი, რომ გამختارიყო ისევ ესე იგი დაეკავებინა კონგრესში თავისი ტრადიციული ადგილი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე უკავია და არავის ეჭვიარეპარებოდა, რომ კიდევ გაიმარჯვებდა არჩევნებში. ძალიან სწრაფად ებრაულმა, ისრაელმა დავარქვათ ამას, რა ვიცი, სიონისტურმა ელიტამ მისი ესე იგი პოლიტიკოსობიდან ჩახსნა მოახდინა. მათი ძალა არ არის საკმაოდ შეფასებული ბევრის მიერ. ტრამპის დღევანდელი პოლიტიკა ისრაელის მიმართ არის ამიტომ აი ესეთი, რომ ის ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას, პირდება რომ თქვენ ინტერესებსაც გავახორციელებთ, მაგრამ მოდით ჩვენი ინტერესებიც განვახორციელოთ. და ისრაელის ინტერესებში ისე რომ ფინანსური ელიტის ისრაელის ინტერესებში არ არის ის, რომ ტრამპმა განახორციელოს თავისი პოლიტიკა ჩინეთისკენ შემოbrunებით. ეხლა ამ პოლიტიკას მხარს უჭერს ბევრი სხვა აქტორიც, ვის ინტერესებშია. ეს არის რუსეთის ინტერესებში. და ასევე ჩინეთის ინტერესებშიც არის. ხო? იმიტომ რომ ჩინეთი ფაქტიურად დღეს ანუ ამ ებრაული იმის ხო, ამათ ყველა რუსეთის ინტერესებიც. ეს ჯგუფი ასუსტებს ამერიკას. ხო? ამ ლოგიკით, ხო? ხო, ანუ ფინანსურ ელიტას არ უნდა შემოbrunება, იმიტომ რომ ისრაელიდან წამოსვლა არ უნდა, იმიტომ რომ ისრაელს კარგავს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და ეს არის სტრუქტურული ინსტრუმენტი ამერიკის პოლიტიკაში. ამის შეცვლა ესე მარტივად ვერ მოხდება. რუსეთს არ უნდა რომ ასევე ესე იგი ახლო აღმოსავლეთიდან წავიდეს, არ უნდა არც ჩინეთს, რუსეთს რომელიც მე მგონია რომ ეხმარება ძალიან ისრაელს იმ პოლიტიკის გატარებაში, რასაც ისრაელი დღეს ატარებს. რუსეთს არ უნდა რომ ამერიკა შეეშვას ომს ასევე ირანთან, ხო? იმიტომ რომ მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის თვის არის ძალიან კარგი ამერიკის მეორე ფრონტი, ხო? ამერიკა გამოდის უფრო სუსტი. ბევრს გორიან რომ რუსეთი დაპირისპირებულია ევროპასთან, სინამდვილეში რუსეთი დაპირისპირებულია ამერიკასთან. რუსეთი თხოვს ამერიკას ეს უკრაინის ომი რატომ მიმდინარეობს აქამდე ეს იმის გამო არა რუსეთს არ შეუძლია ამ ომის დამთავრება. ეს ომი მიმდინარეობს იმიტომ რომ ამ რუსეთის სამიზნე არის ამერიკა. ამერიკას თხოვს რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მოლაპარაკებას. სანამ ეს მოლაპარაკება არ იქნება, მანამდე ეს ომი არ დამთავრდება. თუ ეს მოლაპარაკება გადაიწურება იმედები, მაშინ რუსეთი უკვე თავაზობს დასავლეთს ახალ ალტერნატივას, რომ მე ამას გადავწყვიტა ომის გზით. ოღონ არა უკრაინის ომი იქნება ეს.
რამე ეს იქნება ომი ევროპაში. ეხლა მე შეიძლება ბევრ რაღაცას ვახტები თავზე და ცოტა გაუგებრად ვლაპარაკობ, მაგრამ აი რისი კრიტიკაც მინდა ეს არის იმ ახმის კრიტიკა, რომ რუსეთმა ვერ მოიგო ომი უკრაინაში. ეს არ არის ვერ მოგება ომი. უკრაინაში ომი მაშინვე მოიგო რუსეთმა, როგორც კი დაიწყო ეს ომი. ეს ომი დაიწყო დასავლეთზე და დასავლეთის პოლიტიკაზე ზეგავლენისათვის და არა უკრაინელების დამარცხებისათვის. შეჯამებისთვის რო ვთქვათ, ესე იგი, აქ არსებობს სტრუქტურული კრიზისი. სტრუქტურული კრიზისი მდგომარეობს ფინანსურ და ინდუსტრიულ ელიტებს შორის დაპირისპირებაში, თუნდაც ამერიკის შიგნით. ამერიკის შიგნით ეს ებრაული ლობი კი არა, ჯგუფი, ლობი უგვის ხმამაღალინად თქვა, ჯგუფია თვითონ. ხელს უშლის ამ პოლიტიკის გატარებას, ამიტომ მთელი რიგი ეს მიმართულები გეოპოლიტიკური შეცდომები მათ შორის ამერიკის დაკავშირებულია სწორედ ამ ჯგუფთან. ამერიკას ითრევენ იმ კონფლიქტებში, საიდანაც შეიძლება ამერიკა თლად წარმატებულად ვერ გაართვას თავი, მაგრამ ეს აწყობს რაღაც ჯგუფს. ეს აწყობს ასევე შეერთებული შტატების ესეთი პოლიტიკა აწყობს ასევე ჩინეთს, ასევე რუსეთს. კი ბატონო. რაც საბოლოო ჯამში ქმნის იმას, რომ შიდა წინააღმდეგობაზე, ამერიკის შიდა წინააღმდეგობაზე თამაშობს ეს ორი დიდი სახელმწიფოს. იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში თუ კი ამერიკამ დაიწყო ინდუსტრიალიზაცია, ამით შეიძლება რაღაც გარკვეული პრობლემები შეექმნას თვითონ ჩინეთს, ხო? იქ ქარხნების დაბრუნებაზეა საუბრები და ინდუსტრიის უკან დაბრუნებაზე. და მეორე რუსეთს აწყობს, იმიტომ რომ მეორე ფრონტი იქნება შიდა წინააღმდეგობა და ევროპაზე მოლაპარაკებები გაიხსნება. მე ესე შევაჯამე შენი რა თქმა უნდა. კი ბატონო, უბრალოდ აი ეს შინაგანი წინააღმდეგობა კიდე რომ გამოვკვეთოთ, ეს უნდა ვთქვათ ერთი ეკონომიური დოქტრინის შესახებ, რომელსაც ტრიფინის დოქტრინა ქვია და რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია ორი მიზნის მიღწევა ერთდროულად. ანუ დოლარის ჰეგემონიის, ანუ აი მისი exuberant privilege ქვია მაგას, გადამეტებული პრივილეგიები, ანუ როგორც სარეზერვო ვალუტის და ესე იგი საშუალო ვალუტის შენარჩუნება, სტატუსის შენარჩუნებაც და ინდუსტრიალიზაციაც. ეს არის შეუძლებელი, იმიტომ ინდუსტრიალიზაცია და ის ექსპორტზე ორიენტირებული ზრდა, რასაც ფაქტიურად და იგივე პოლიტიკა. ფულის გაიაფებას მოითხოვს, ფულის გაიაფებას. არა, გაიაფებას კი არ მოითხოვს. ამ რეზერვების წინააღმდეგ არის მიმართული. რეზერვები რა არის? რეზერვები, დოლარის რეზერვები იქნება მაშინ, როდესაც ჩინეთი და მე და ყველანი, ხო, ემას რა ქვია, ყიდით ამერიკაში საქონელს. როცა ის არის მყიდველი, ხო? როცა მე შენ საქონელს ყიდულობ ჩინელი, ხო? უბრალოდ ყიდი შენთან საქონელს. მე მომაქვს დოლარი. დოლარი მე ვდებ რეზერვებში. ეს რეზერვებში უნდა მქონდეს ეს დოლარი წესით, ხო? იმისთვის რომ მერე ოდესღაც ესე იგი ამ ცენტრალურ ბანკის რეზერვებზეა ლაპარაკი ეს დოლარი გამოვიყენო იმისთვის რომ შენგან ვიყიდო, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, ხო, მანამდე ეს დოლარი უნდა იყოს დადებული ჩემთან და უძრავად. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენ გაძლევ უფასო კრედიტს. ანუ ჩინეთი ამერიკას უფასო კრედიტს აძლევს. რა თქმა უნდა არსებობს პოლიტიკები, რომელიც ამ ეფექტის, ესე იგი, გვერდისავლის თვის არის მოგონილი, მაგრამ მე ხა ამაზე შორს არ წავალ. უბრალოდ ეს ინსტიტუტი თავისთავად ესე მოქმედებს, რომ დოლარის რეზერვები და დოლარის სტატუსი არის დამოკიდებული მის დეინდუსტრიალიზაციასთან კავშირში არის რა. და ამ ფინანსურ ემას რა ქვია, ელიტის და ინდუსტრიული ელიტის ინტერესების დაპირისპირება იზრდება, როდესაც ჩვენ ხვდებით ისეთ საერთაშორისო კონტექსტში, როცა უკვე ამერიკის იმპერიას უჩნდება ისეთ კონკურენტი, როგორც არის ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ეს დაპირისპირება არის იმაში ამერიკის ფინანსურ და ინდუსტრიულ ესე იგი ელიტებს შორის, ელიტები დავარქვათ, მაგრამ სინამდვილეში ამერიკის
ელიტასა და ესე იგი საშუალო კლასს შორის, რომელსაც ინდუსტრიალიზაცია უნდა, ხო? მიუხედავად ამ დაპირისპირების არსებობისა, ესე იგი იმ ფინანსური ელიტის იმედი, თქვათ, რომ აი ამ ჩინეთისკენ შემოbrunებას თუ ხელს შეუშლის, ალბათ აქვთ ესეთი იმედი, რომ თავის სტატუსს შეინარჩუნებს ამით. ხო? ეს ასევე მიუღწევადი მიზეზია. წინა პრეზიდენტის ბაიდენის ფინანსისტებიც ასევე თხოვდნენ ჩინეთს, რომ მოდით, იცი რა ვქნათ, მოდით თქვენ ჩვენი იყიდეთ ჩვენი სესხი, ჩვენი ობლიგაციები გააგრძელეთ ამის ყიდვა და ჩვენ შეგიმსუბუქებთ აი ამ სავაჭრო პოლიტიკას და ისე აღარ მოგაწვევით და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხა აი რო შეადარო წინა მთავრობას, ტრამპის მთავრობა, ხო? წინა მთავრობა უფრო მეტად თხოვდა ჩინეთს აი ამ ფინანსური ელიტის ინტერესების დაკმაყოფილებას, ვიდრე ტრამპის მთავრობა. ტრამპის მთავრობა პირდაპირ ესე გადავიდა სანქციებზე, გადავიდა ვითომ ინდუსტრიული პოლიტიკების გატარებაზე, რომელიც ყველაფერი ჩაეშალა. მაგრამ ამაზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ ძალიან ბევრია სალაპარაკო. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ჩინეთი არც ტრამპის ინტერესების დამკმაყოფილებელი არ არის და არც ფინანსური ელიტის ინტერესების დამკმაყოფილებელი. ის სხვანაირად უყურებს ამას, ჩინეთს უნდა და დღეს ახორციელებს აი ეროვნული ვალუტებით ვაჭრობაზე გადასვლის სისტემას, რასაც საბოლოო ჯამში შეუძლია რომ მიიყვანოს მსოფლიო სავაჭრო სისტემა ახალ მდგომარეობამდე, როდესაც ეს იქნება რეალურად ბალანსირებული ვაჭრობაზე ორიენტირებული ეკონომიკები. ასე ყოველ სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ვალუტით ეროვნული ვალუტებით თუ ივაჭრებს ყველა, რეალურად დადგება იმის საჭიროება, რომ ამ ქვეყნებმა შეათანხმონ სტრატეგიულად აი ბალანსირებული ვაჭრობის ხელშეკრულებებზე გადავიდე. რაც დღეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ან ვეტეოს ნორმებით აკრძალულია. და მიუხედავად ამისა, ამერიკა ეხვეწება და აძალებს ჩინეთს, რომ ბალანსირებული ვაჭრობის ხელშეკრულება დაუდოს. რაც ცვლის პრინციპში სისტემას და რა სისტემის შემცველია. ჩვენ შემთხვევაში ესეც და ჩინეთს აწყობს ბალანსირებულ ვაჭრობაზეც გადასვლა და სხვათა შორის აი ამერიკის ფინანსთა მინისტრი ამაზე დამცინავად ლაპარაკობს, რომ იმაზე ჩვენ ჩინეთს ხელს უწყობთო აი ჩვენი ტარიფებით, რომ აი ბალანსირებულ ვაჭრობაზე გადასვლა. საქართველოსაც მოხდება, იმიტომ წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ როგორი ჩინეთი არ არის იმპერია, ანუ ჩინეთის განვითარებისთვის, აი ჩინეთი განვითარდა სხვა იმპერიის ჩაგვრის პირობებშიც კი. ამიტომ მის განვითარებას არ ჭირდება იმპერიული სტატუსი, სხვისი ჩაგვრა არ ჭირდება. მაშინ როდესაც დასავლეთის განვითარება ისე არის აწყობილი ისეთ მექანიზმებზე, რომ მას ჭირდება იმპერიული სტატუსი. მაგრამ ნუ ჩინეთი ისტორიულადაც მაინც ჩაკეტილი სივრცე არის და ეს დიდი სირცხვილის ეპოქა რაც ქვია, ეს კოლონიალიზმიდან რაც დაიწყო, იქიდან გამოსვლა არის ახლა მაგათი მიზანი რა და საბოლოო ჯამში ეს ტაივანიც და ეს სხვა ტერიტორიები რომლის დაკარგული აქვს, მაგ დიდი სირცხვილის შემდეგ გულისხმობ ოპიუმის ომები და ასე შემდეგ, რომლიდან დაიწყო, რომელიც თვლიანად დღემდე იმყოფებიან. აი ესე აი სივრცე იმ სივრცეზე აქვს აქცენტი და არა იმ სივრცის მიღმა, ხო? ხო, იმიტომ რომ ეს არის მათი ანუ სახელმწიფო, მათი ნაცია, მათი ცივილიზაცია, რომელიც ყველა დანარჩენ არსებულ ცივილიზაციას უსწრებს თავისი, ესე იგი, უწყვეტი ისტორიის ხანგრძლივობით. შეიძლება ინდოეთის აი როგორც შენ იმას რა ქვია, შენ ქვეყანა ეს იმპერია არ არის, კაცო. იმპერია არის ის, როდესაც ამერიკა აპირებს საქართველოს მართვას. აი ეს არის იმპერია. იმპეროს არის სხვას მართავ შენ. თორე შენ სახელმწიფოს როცა მართავ და შენ ხალხს მართავ, ამას სხვა ეძახიან იმპერიას, ხო? ამას სხვა ტერმინებს ეძახიან. კარგი, და სამწუხაროდ ბევრი საკითხი ქონდა, რომ ესე იგი, რაზეც მინდოდა ლაპარაკი და ვერ მოვასწარით. თუმცა ისეთი თემა არის, რომ
ფაქტია, რომ ამას ჭირდება კიდე რამოდენიმე გადაცემა იმისთვის, რომ უფრო გავშალოთ თემა. შენც ვიცი, რომ გინდა რაღაცა შენი რაღაც გადაცემაც ქონოდა, მუშაობდი ამაზე, რომ ეს თემები უფრო ფართე საზოგადოებისთვის გაგეტანა და რა ვიცი, წარმატებასაც გისურვებ და იმედია, მალე იქნება ეს პროექტი, მალე განხორციელდება. სადაც უფრო ესე იგი შეიძლება რომ უფრო ფართოდ და ინფორმაციულად განავრცო ეს საკითხები. მადლობა, პატა. დარწმუნებული ვარ ეს გადაცემა საინტერესო იყო თქვენთვის, იმიტომ რომ კაპიტალიზმის კრიზისი, კი, ესეთი წინადადება საბჭოთა კავშირის შემდეგ ძალიან იშვიათად ისმის, მაგრამ დღეს უკვე მთელი დასავლური აკადემიური და არა მარტო აკადემიური, პოლიტიკური ელიტა საუბრობს ამ დასავლურ კაპიტალისტური სისტემის კრიზისზე, აღმოსავლეთის აღმავლობაზე და ეს ჩვენთანაც უნდა რაღაცნაირად ჩვენც შევერთოთ ამ გლობალურ დისკურსს და ჩვენც უნდა რაღაცა შემოვიღოთ, განვაახლოთ დისკურსი, იმიტომ რომ ის დისკურსი, რაც 90-იან წლებიდან დღემდე ჩვენთან არის, ეს არის ძალიან მოძველებული, დრომბოჭმული დისკურსი და აღარ ასახავს არანაირი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რეალობას. ამიტომ მოდით უფრო გავშალოთ ეს თემა, უფრო ფართედ დავინახოთ ეს პრობლემა და ვაღიაროთ ის რეალობები, რაც არის კონკრეტულად დასავლეთის კრიზისი. დაწერეთ კომენტარები, გააზიარეთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.